ბრიტანული სტანდარტი მედიაში. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაპირებული მედიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვა, თუმცა მაუწყებლებს არც ქვეყნის შიგნით სოციალური რეკლამის მომსახურება და ამ გზით შემოსავლის მიღება შეეძლებათ. წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ დაფინანსების შეზღუდვას არ გულისხმობს, კანონის რიგი მუხლები ეხება მედია კონტენტს და განსაზღვრავს ეთიკის სტანდარტებს. ქართული ოცნების ბრიტანული სტანდარტის კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატის ზრდასაც ითვალისწინებს. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებსაც მსგავსად სხვა კანონპროექტებისა, რომელიც პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო, სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ. შედეგად, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მედია ბაზარზე და რა რეალური მიზანი ამოძრავებს ქართული ოცნების ხელისუფლებას მედიის მარეგულირებელი ახალი ნორმების მიღებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორისგან მოვისმენთ შეფასებებს. ლია ჩახუნაშვილი გვერდდება სტუდიაში. ლია, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოკლედ შევეცადეთ გვეჩვენებინა და მოგვესმენებინა მაყურებლისთვის ის მთავარი ცვლილებები რეალურად, რაც არის მაუწყებლის შესახებ კანონში წარმოდგენილი. მე თქვენი შეფასებები მაინტერესებს, თქვენ როგორ ხედავთ? ჩვენი რესპონდენტები ამას აფასებენ როგორც ცენზურის კანონმდებლობას და მედიის დამორჩილების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მექანიზმს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ცვლილებები და რეალურად არის თუ არა უცხოური ძალისგან დაფინანსების აკრძალვა მხოლოდ მიზანი აი ამ ცვლილებების? დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ვეთანხმები ჩემი კოლეგების შეფასებებს და ნამდვილად ეს წარმოდგენილი ცვლილებები უკიდურესად ზღუდავს საქართველოში თავისუფალი მედიის საარსებო არეალს და ფაქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის არსებობას. ჩემი აზრით, ჯერ ყველა ცვლილება არ წარმოუდგენიათ შესაძლოა კიდევ შემოიტანონ დამატებით, მაგრამ რაც უკვე გამოქვეყნდა, ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ორად გავყოფდი ამ ცვლილებებს. ცხადია, ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ, მაგრამ ორ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. ერთი არის წვდომა ფინანსებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ რაიმე სახის მატერიალური სარგებლის მიღებას. ეს ნიშნავს, რომ იკრძალება არა მხოლოდ გრანტების მიღება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, არამედ მონაწილეობა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებში, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათთან და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მედიის განვითარების პროგრამებს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და ამის გარეშე როგორ შეძლებს ჩვენი მედია არსებობას და წინ პროგრესს, ეს ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ძალიან მწირი სარეკლამო ბაზარი, თუ რატომ არ განვითარდა ეს ცალკე საუბრის თემაა და წლობით დაგროვილი პრობლემები არის ამისი მიზეზი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა არის ძალიან სუსტი, არანაირი ხელშეწყობა სარეკლამო ბაზრის განვითარებას არც ერთი ხელისუფლების მხრიდან არ ქონია, მხოლოდ ხელშეშლა და ვართ იქ, სადაც ვართ, სარეკლამო ბაზარი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ფინანსებს საქართველოში მოქმედი მედია საშუალებებისთვის და ერთადერთი გზა ვთქვათ, პოლიტიკისგან დამოუკიდებელი რესურსების მოსაძიებლად იყო სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, ამაშიც დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რეგიონული მედიისთვის, სადაც სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მწირია ვიდრე თბილისში. მე ვიცი რა ძალისხმევას იღებენ რეგიონში მედია საშუალებები რეკლამის მოსაძიებლად, რომელიც
ძალიან მინიმალურია, ხედავთ რეგიონებში ბიზნესიც რამდენად რთულად მუშაობს, იქაც არ არის განვითარებული და რეგიონებიც სხვადასხვანაირია, ხომ? ზოგი ეკონომიკურად შედარებით უფრო ძლიერია, ზოგი შედარებით სუსტი. არის თემები, სადაც მოსახლეობა არის მაგალითად მაღალმთიან თემში და მათ ისევე ჭირდებათ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციაზე წვდომა, როგორც დიდ ქალაქებში მცხოვრებთ. და მათ პრაქტიკულად ეს შესაძლებლობა ეზღუდებათ. ეს ეზღუდებათ ასევე უმცირესობათა თემებს, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იციან კარგად ქართული და ვთქვათ, აი პროცესში, გარდამავალ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა. ფაქტიურად ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება ერთის მხრივ იზოლაცია ქართული სამაუწყებლო სექტორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომელთა წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში მართლაც შეუფასებელია. მეორეს მხრივ მათ ასევე ეზღუდება შიდა წირ რესურსებზე წვდომა, როდესაც მათ მაგალითად სოციალური რეკლამის განთავსებაც კი არ შეუძლიათ სარგებლის სანაცვლოდ და რა რჩება ალბათ ერთი მეორის მიყოლებით დაიხურებიან რეგიონული მაუწყებლები და ძალიან გაუჭირდებათ ნაციონალურ მაუწყებლებსაც ამ პირობებში არსებობა. აი, ქალბატონი, რა სივრცე რჩება იგივე, გასაგებია რეგიონულ მაუწყებლებს ყველაზე მეტად ეხებათ ეს მტკივნეულად, ეს გადაწყვეტილება, თუმცა იგივე თბილისში, დედაქალაქში არსებულ მაუწყებლებს, აი რა სივრცე რჩებათ რეკლამიდან შემოსავლების მისაღებად? ძალიან მწირი სივრცე, ჩვენ აი ქვეყნდება მონაცემები, რა ზომის არის კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს ხოლმე მონაცემებს სარეკლამო ბაზრის ზომის შესახებ და როგორ ნაწილდება ეს სარეკლამო რესურსები და თუ ჩავიხედავთ, ნახავთ, რომ სარეკლამო რესურსებითაც უმეტესწილად პროსახელისუფლებო მედია სარგებლობს. ნაციონალური მაუწყებლებისთვის მეორე რა თქმა უნდა ეს რეგიონულ მაუწყებლებსაც ეხებათ, მეორე შემზღუდავი გარემოება არის განზრახვა კანონმდებლების, რომ შინაარსში შევიდნენ. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამ კანონს ჩვენ ცენზურის კანონს, მას ბუნებრივი არანაირი საერთო არ აქვს არანაირ ბრიტანულ კანონმდებლობასთან და სტანდარტთან. ჩვენ როგორც თვითრეგულირების ორგანო, საქართველოში მოქმედი ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების ორგანო განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული ამ გარემოებით, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით და საუკეთესო პრაქტიკით წარმოადგენს თვითრეგულირების სფეროს, გადადის რეგულირებაში. ეს ტენდენცია ახალი არ არის, ყოველი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ შინაარსში შევიდეს, უბრალოდ ქართული მედია სექტორი ამას უწევდა წინააღმდეგობას, იცით რომ დაახლოებით 23 წელს, 2 წლის წინ შევიდა ცვლილება კანონში, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიეცა საშუალება, რომ ერეგულირებინა სიძულვილის ენისა და ტერორიზმისადმი მოწოდების გამოყენება, მაგრამ მაშინ ყველა სხვა სტანდარტი დარჩა თვითრეგულირების სფეროში. ამ ახალი კანონმდებლობით პრაქტიკულად ყველაფერი უკვე გადადის რეგულირებაში. რომ ავხსნა მარტივად რა განსხვავება, თვითრეგულირება ხელს უწყობს სექტორის შიგნით რეფლექსიას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას, თვითგანვითარებას, ხოლო რეგულირება არის მიბმული სანქციებთან. რომ ჩაიხედოთ კანონში, ნახავთ, რომ სანქციები იწყება სიტყვიერი გაფრთხილებით, შემდგომ უკვე არის ჯარიმა, რომელიც არის 0.5%, შეიძლება 1%, 3% იყოს წლიური შემოსავლის მაუწყებლის და ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ავტორიზაციის, ლიცენზიის დაკარგვით და გაუქმებითაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვის ეძლევა შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს, რამდენად სწორად იმოქმედა ამ თუ იმ შემთხვევაში მაუწყებელმა, რამდენად დაიცვა მან ჯერ
ნებისმიეროვანი სიზუსტე, რამდენად სწორად გააშუქა ესე თუ ის საკითხი პროფესიული სტანდარტების დაცვით. კომუნიკაციების კომისიას, რომელიც დამეთანხმებით არ ითვლება ყველაზე მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ქვეყანაში, რომლის გადაწყვეტილებებს, წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს თუ გადავხედავთ, არაერთი გადაწყვეტილება არის მიღებული კრიტიკული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და თქვათ ორმაგი სტანდარტებით მოქმედების მოწმეც არაერთხელ გამხდარვართ. ანუ ეს არ არის ყველაზე სანდო მიუკერძოებელი არბიტრი ამ შემთხვევაში, განსხვავებით თვითრეგულირებისგან, როდესაც სტანდარტის დარღვევას იხილავენ კოლეგები მსჯელობენ, პროფესიონალები მსჯელობენ და ზოგიერთ შემთხვევაში ესეთი ნათელი ცალსახა პასუხები არც არის, ხო, ეთიკური დილემებიც გვხდება და წარმოუდგენელია ამ ყველაფერზე როგორ შეიძლება მისჯელოს კომუნიკაციების კომისიამ თან იმ პირობებში, როდესაც მათ აქვთ ასევე სანქციების აწესების უფლება და იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ისეთი სასამართლო, როგორიც გვაქვს, სადაც არანაირ მტკიცებულებას, არანაირ არგუმენტს აზრი და წონა არ აქვს მოსამართლისთვის. ანუ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მოგვედაონ. ანუ ეგრეთ წოდებული დაინტერესებული პირი, რომელიც ჩნდება ამ კანონით, თუმცა შეუძლია მაუწყებლის წინააღმდეგ საარჩიევარით მიმართოს იგივე მარეგულირებელს ან სასამართლოს. ან შეიძლება მეორე მხარის პოზიცია არ გააშუქე. ანუ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მოგედაოს, ხო? საერთოდ ხო, ჟურნალისტიკა დაემსგავსება ყოველდღიურად დანაღმულ ველზე სიარულს, იმიტომ რომ აი იმ რედაქციით, როგორც არის აღწერილი შემოტანილ ცვლილებებში, რაც არ უნდა გააკეთო, რამდენადაც არ უნდა შეეცადო, რომ სწორად იმოქმედო, მაინც ყოველთვის შეიძლება დარჩეს რაღაც გამოსადავებელი. აი შეხედეთ, დაინტერესებულ მხარეს აქვს საშუალება, რომ მიმართოს თვითრეგულირების საბჭოს, რომელიც მაუწყებლებს კანონით ევალებათ, რომ ჰქონდეთ აქვთ კიდევაც, მაგრამ მათ ასევე ეძლევათ არჩევანი, რომ არ მიმართოს ამ საბჭოს და ამის ნაცვლად მიმართოს კომუნიკაციების კომისიას და თუ მომჩივანი არის საჯარო მოხელე და ძალიან დიდ შემთხვევაში სწორედ ასეც ხდება, ისინი არ წავლენ თვითრეგულირების ორგანოში, მიაკითხავენ პირდაპირ კომისიას, რომ თქვათ ეს სანქციები დაწესდეს და ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწრო. აი ამას ჩვენ ასე ვთქვათ ფუთავენ ჩვენთვის, რომ ეს არის ბრიტანული სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გადმოაქვთ ჩვენს რეალობაში. თუ გქონდათ შესაძლებლობა რაღაც შეგედარებინათ თუნდაც პრინციპების დონეზე, ანუ ბრიტანული სტანდარტის მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა მსგავს რეგულირებას, იგივე თუნდაც მედია კონტენტში ჩარევის შესაძლებლობას, იგივე ეთიკის სტანდარტების კანონის დონეზე განსაზღვროს, ისე რომ ის არ იყოს თვითრეგულირების საგანი, ანუ რეალურად ეს არის თუ არა ზუსტად იგივე მსგავსი ანალოგი, როგორც ეს მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ასე ამის საშუალება არ ქონია, მაგრამ მოდით შევხედოთ მიზანს, რას ემსახურება, რატომ ბრიტანეთი ეს სადაც არის პრეცედენტული სამართალი, სადაც საზოგადოება არის სრულიად სხვაგვარი ისტორიული და კულტურული პროცესის პროდუქტი, განსხვავებით კონტინენტური სამართლისგან და სადაც არის ძალიან ძლიერი სასამართლო სისტემა, კვალიფიციური და დამოუკიდებელი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და რას ვედრებით, როგორ საზოგადოებას ვედრებით, იმდენად არის ეს კანონი, როიცი, ბრიტანული, რამდენადაც შეიძლება ვთქვათ, რომელიმე ქართული ოცნების რომელიმე წევრზე, რომ ის არის ბრიტანელი ჯენტლმენის მსგავსი ქცევების და ვთქვათ, ნუ ეს ცხადია ბუნებრივია ნახევრად ხუმრობით, ყოველი ასეთი შედარება არის სრულიად უადგილო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, ჩვენ უნდა შევხედოთ რა არის ამ კანონების ძირითადი მიზანი და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. კი ბატონო. თან გასათვალისწინებელია კონტექსტი, რა დროს იღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას, მაშინ როცა მათ შორის არასამთავრობო სექტორის მიმართაც არაერთი კანონია მიღებული. ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ მეტი დრო არ გაქვს, თუმცა სხვა დროს კიდევ გვექნება საშუალება ალბათ ამ თემებზე უფრო ფართოდ ვისაუბროთ, მით უმეტეს როცა თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა მათ შორის ონლაინ მედიებთან დაკავშირებითაც ვიხილოთ ხომ მსგავსი რაღაც ცვლილებები. ნუ დაველოდოთ რა იქნება მათი შემდეგი სხვა. უღმესი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ლია ჩახუნაშვილს, ის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია.